თავიანთი პოლიტიკის შესაბამისად. თავიანთი პოლიტიკა რა არის? რუსეთი და რუსები, ეს რომელიც წარმოადგენს საშიშროებას აი ამ ჰუმანური, განვითარებული ევროპის, რა ვიცი, ბედნიერების დასანგრევად, ეს ხალხი უნდა იქნა გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ. შეიძლება ეს ხალხი გაწყვიტო, ეს ქვეყნები შეიძლება დაანგრიო, დააქციო, იმიტომ რომ ამ ქვეყნებიდან მათ არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ, ამ ერების მიღებას საკუთარ ოჯახში ისინი არაპირებენ, მათ არ აინტერესებთ ამ ერების მომავალი, ბედი იღბალი, ამიტომ შეიძლება ეს ქვეყნები გაწირო იმისთვის, რომ საფრთხე, რომელიც მიაჩნიათ, რომ რუსეთიდან მოდის, ეს ქვეყნები შეიძლება იქნას გაწირული. და ანუ სახორცე მასალად გაყიდონ. აი ამ კატეგორიაში იმყოფება საქართველო. რეალობა თქვენ სიმართლე თუ გინდათ, დასავლეთისთვის საქართველოს კოლონიის სტატუსიც არ აქვს. უმცროსი პარტნიორის სტატუსი აღმოსავლეთ ევროპელების მაგალითად, თუნდაც ისეთივე მონების, როგორი მონებიც არიან ლიტვა, ლატვია, ესტონელები, ძაღლები ჩვეულებრივი, მყეფარა ძაღლები, სულთანის ძაღლებს რო თავის სულთნები გონიათ, აი ამ მიმართულებით. არც ასეთი სტატუსი არ გააჩნიათ ქართველებს და საქართველოს. მათგან კოლონიიდან შემოსავალი მათ არაფერი არ აქვთ და ეს ხალხი მაგათთვის საჭირო არის სახორცე მასალა, რომელიც სახორცე მასალაც მთელი ამ ხნის მანძილზე ამ ზღუდის იქეთ უნდა იყოს ომი, უნდა იყოს უბედურება და ესე შემდეგ. შეუძლიათ. რომ ამ ხალხებს რაც უნდათ ის უქნან. აი ამ კალათაში ვართ ჩვენ მოქცეული. და თუ რაც არ უნდა გავაკეთოთ თუ ჩვენ მათი პოლიტიკის წინააღმდეგები აღმოჩნდებით რამეში, თავისთავად ჩვენი გაწირვა, ჩვენი დასჯა იდეალური სასამართლო რომ იყოს საქართველოში, იდეალური არჩევნები რომ ჩატარდეს საქართველოში, იდეალური კანონ პროექტები რომ იყოს საქართველოში, მაინც მიუღებელი ვიქნებით ამათთვის. და გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ კიდეც რო კარგად ვაკეთოთ და მეტი არა ჩემდენი, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში კარგი რამე აინტერესებდეთ, მათ აინტერესებთ რეჟიმი, რომელიც სტაბილიზაციას ახდენს საქართველოში, ახლა დემოკრატია რო და დემოკრატიული ფიქრები რომ მქონოდა დასავლეთ საქართველოს მიმართ, ნაციონალურ მოძრაობასთან და მიშა სააკაშვილთან და მაგათ პარტიასთან, რომლებიც საკუთარი ერის მიმართ ფაშიზმს ჩადიოდნენ. საერთოდ რამე ეთქვათ და ხელი ჩამოერთვა და გამარჯობა ეთქვათ კი არა, საერთოდ არ უნდა დემოკრატიის შუქურა კი არა, საერთოდ ყველანაირი სანქცია უნდა დაედოთ და უნდა გაენადგურებიათ, იმიტომ რომ ჩრდილო კორეაში არ ხდებოდა ესეთი, სადამ ჰუსეინის დროს არ ხდებოდა ასეთი, რა ვიცი, სირიაში არ ხდებოდა ასეთი, რომ სასამართლოებს 99 გამამტყუნებელი განაჩენები გამოგონდეს და ამაზე პრობლემა არ კონდეს დასავლეთს. დარბევა, გაწყვეტა, რა ვიცი, ტერორი, უბედურება, რაც გადაგვატარა ზუსტად დასავლეთის მარიონეტმა სააკაშვილმა საქართველოში, ამაზე მათ პრობლემები არ ქონდათ. მაგრამ სამაგეროდ კოლონიაში ასე რომ ვთქვათ, კოლონიაზე ქვემოთ კიდე გავლენის სივრცეში ისინი ინარჩუნებდნენ პოლიტიკის გატარებას, რომელსაც დასავლეთი ითხოვდა. ამიტომ სააკაშვილის მიმართ მათ არ ქონდათ არანაირი პრობლემები, არც ნაციონალური მოძრაობის მიმართ არ ქონდათ არაფერი. მათ შეეძლოთ საკუთარი ხალხი მოეკლათ, ეწამებიათ, გაენადგურებიათ, თავარი იყო რომ მათი პოლიტიკა გაეტარებიათ. აი ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით დასავლეთიდან. ეს არ შეიცვლება. და იმასაც გეტყვით. აი ახლა კოცები როდესაც იძახიან, რომ აი ჩვენ ევროპაში მაინც გვინდა და რაღაც სიტუაციაც რო შეიცვალოს და რომ თუნდაც კოცებმა რაღაცა მაგათი პოლიტიკა ითამაშონ, მაინც დაამხობენ, როგორც კი მიეცემათ კოცების დამხობის საშუალება საქართველოში, იმიტომ რომ სხვებისთვის იყოს მაგალითი. რომ ვინც ყურმოჭრილი მონა არ არის დასავლეთის, მათ საბამისი სასჯელი ეკუთვნის. ეს არის დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს, ქართველების და არა მარტო ქართველების მიმართ, უკრაინელების მიმართ, სომხების მიმართ, აზერბაიჯანის მიმართ და ამათ მიმართ. აი ეს არის. ჩვენ ვართ ეს ერები და ეს ქვეყნები.